დონალდ ტრამპს სავაჭრო ომი ახალ საფეხურზე გადაჰყავს. შტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილებით მსოფლიოს ყველა ქვეყანას, რომელიც ამერიკასთან ალუმინით და ფოლადით ვაჭრობს, 25%-იანი ტარიფები დაუწესდებათ. დონალდ ტრამპი საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზად ამერიკული წარმოების ხელშეწყობას ასახელებს. ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილება რეზონანსული აღმოჩნდა მსოფლიოს დიდი მწარმოებლებისთვის, რომლებიც ვაშინგტონთან ვაჭრობენ. შტატების სავაჭრო პარტნიორები ამტკიცებენ, რომ სატარიფო ომი თავად ამერიკასაც დააზარალებს. ამერიკული ტარიფები მარტიდან უნდა ამოქმედდეს საპასუხო ზომებს აანონსებს ევროკავშირიც. მეორე ვადით გაპრეზიდენტების შემდეგ დონალდ ტრამპი პირველი ვადის პოლიტიკურ მიდგომებს აბრუნებს. უპირველესად ეს შეეხება ვაჭრობას მსოფლიოს ქვეყნებთან. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ფიქრობს, რომ შეერთებულ შტატებს უსამართლოდ აქვს სავაჭრო დეფიციტი მთავარ სავაჭრო პარტნიორებთან, რაც ტარიფებმა უნდა დააბალანსოს. ტრამპის გადაწყვეტილებით ამჯერად 25%-იანი ტარიფები დაუწესდება ყველას, ვისაც შეერთებულ შტატებში ფოლადი და ალუმინი შეაქვს. შეერთებული შტატების წარუმატებლობამ განაპირობა შეერთებული შტატების ოდესღაც ბრწყინვალე ფოლადისა და ალუმინის ინდუსტრიის დაშლა. ეს ოდესღაც იყო, ახლა აღარ არის, მაგრამ ცუდი არ არის. მე გადავარჩინე ისინი პირველი ვადის დროს. მაგრამ ჩვენ თანაბრად დაგვარტყეს როგორც მეგობრებმა, ასევე მტრებმა. ჩვენი ერი მოითხოვს ფოლადისა და ალუმინის გაკეთებას ამერიკაში და არაუცხო მიწებზე. დროა ჩვენი დიდი ინდუსტრიები დაბრუნდნენ ამერიკაში. ეს არის 25%-იანი ტარიფი გამონაკლისების გარეშე. ეს ეხება ყველა ქვეყანას, როგორც მაგალითად კანადა. თუ მას შეერთებულ შტატებში გავაკეთებთ, არ გვჭირდება რომ ის კანადაში გაკეთდეს. ამიტომ კანადა უნდა იყოს ჩვენი 51 შტატი. სამიზნე ქვეყნების საპასუხო ტარიფები ტრამპს არაშინებს და აცხადებს, რომ ასევე სურს ტარიფების დაწესება ავტომობილებზე, ნახევარგამტარ ჩიპებზე და ფარმაცევტულ საშუალებებზე. შეერთებული შტატები არის მსოფლიოში უდიდესი ალუმინის იმპორტიორი და ასევე არის სიდიდით მეორე ფოლადის იმპორტიორი მთელ მსოფლიოში. ფოლადის მოცულობის ნახევარზე მეტი მოდის კანადიდან, მექსიკიდან და ბრაზილიიდან. შემდეგ კი მოდიან სამხრეთ კორეა და ვიეტნამი. კანადა შეერთებული შტატებისთვის ალუმინის ლითონის უდიდესი მიმწოდებელია, რაც მთლიანი იმპორტის 79%-ში ადგენს. მექსიკა არის ალუმინის ჯართის და ალუმინის შენადნობის მთავარი მიმწოდებელი შეერთებულ შტატებისთვის. ჩვენ ვიმუშავებთ ამერიკის ადმინისტრაციასთან უახლოეს კვირებში, რათა აუღნიშნოთ ამ მიუღებელი ტარიფების უარყოფითი გავლენა ამერიკელებზე და კანადელებზე. თუ საქმე შეეხება ჩვენ პასუხს, რა თქმა უნდა, მყარი და მკაფიო იქნება. ჩვენ დავიცავთ კანადელი მუშების ინტერესებს და უფრო მეტი კანადელი დაიცავს ერთმანეთის ინტერესებს. ეს სიამაყის მომენტია. შემოთავაზებული ტარიფები კანადის ალუმინზე და ფოლადზე სრულიად გაუმართლებელია. კანადური ფოლადი და ალუმინი მრავალი ამერიკული ინდუსტრიის განუყოფელი ნაწილია. მათ შორის თავდაცვის, გემთმშენებლობის, წარმოების, ენერგეტიკისა და ავტომობილების განუყოფელი ნაწილია. ეს ჩრდილოეთ ამერიკას უფრო კონკურენტუნარიანად აქცევს. მექსიკას უფრო მეტი ფოლადი შეაქვს შეერთებული შტატებიდან, ვიდრე ექსპორტზე გაქვს. ასე რომ ეს ტარიფი არ არის გამართლებული. პირველ რიგში ეს უსამართლობაა თავად პრეზიდენტ ტრამპის, რადგან მე ვიმეორებ, ჩვენ უფრო მეტი იმპორტი გვაქვს შეერთებული შტატებიდან, ვიდრე ექსპორტი. ტარიფები არის გადასახადები ცუდი ბიზნესისთვის, უარესი მომხმარებლებისთვის, ასე აფასებენ ტრამპის სავაჭრო პოლიტიკას ევროკავშირში და საპასუხო ზომების მიღების პირობას დებენ. ევროკავშირი შეერთებული შტატებისთვის ფოლადის და ალუმინის მესამე უდიდესი მიმწოდებელია. ევროპის ფოლადის ასოციაციის და გერმანელი ფოლადის მწარმოებლების მონაცემების თანახმად, ბლოკი აგზავნის მისი პროდუქციის დაახლოებით 20% შეერთებულ შტატებში. ტარიფები დააზარალებს წარმოებას, მაშინ, როდესაც ევროპელი ფოლადის გიგანტები განიცდიან ზეწოლას მთელ მსოფლიოში. ევროპაში აცხადებენ, რომ სავაჭრო ომი ევროზონის ინფლაციის პერსპექტივას უფრო გაურკვეველს გახდის. შეერთებული შტატები თუ არ დაგვიტოვებს სხვა არჩევანს, მაშინ ევროკავშირი იმოქმედებს უნისონში. როგორც მსოფლიოში უდიდეს ბაზარს 450 მილიონი მოქალაქით, ჩვენ ამის ძალა გვაქვს. ამასთან იმედი მაქვს, რომ ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ტარიფების საპასუხო ტარიფების შემოღების მცდარი გზა. საბოლოო ჯამში სავაჭრო ომები ყოველთვის ორივე მხარის კეთილდღეობის საზიანოდ ხდება. რუსეთის უმოწყალო ომი გრძელდება, მსოფლიო ეკონომიკა სუსტდება. შეერთებული შტატების პრეზიდენტი გაღიზიანებას იწვევს გრენლანდიაზე, კანადაზე, ახლო აღმოსავლეთზე და პანამაზე გაკეთებული განცხადებებით. მოკლედ, ქარი წინა მხრიდან უბერავს და სიმართლე ის არის, რომ ეს არ შეიცვლება ფუნდამენტურად უახლოეს წლებში. გამონაკლისის სახით შეერთებულ შტატებში ალუმინის და ფოლადის შეტანისას ტარიფების თავიდან არიდებას ცდილობს ავსტრალია. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ანტონი ალბანესი დონალდ ტრამპს ამ საკითხზე უკვე ესაუბრა. შეერთებულ შტატებთან ფოლადის და ალუმინის სავაჭრო ბრუნვაში ავსტრალია მე-10 ადგილზეა. ავსტრალიის მთავრობაში ამტკიცებენ, რომ ავსტრალიის ფოლადის და ალუმინის ექსპორტმა შეერთებულ შტატებში შექმნა კარგად ანაზღაურებადი ამერიკული სამუშაო ადგილები. ჩვენ შევთანხმდით და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დათანხმდა, რომ გამონაკლისი
განიხილება ჩვენი ორივე ქვეყნის ინტერესების შესაბამისად. ჩვენ გავაგრძელებთ კონსტრუქციულ ჩართულობას. მე ასე ვიტყვი, ეს იყო ძალიან კონსტრუქციული და თბილი განხილვა. შეერთებული შტატების მხრიდან ტარიფების გამოცხადებამ გავლენა იქონია ოქროს ფასზე. უნცია ოქროს ფასმა $2,900 გადააჭარბა.